თბილისის ყოფილი მერის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სახალხო დამცველმა სპეციალურ განცხადებაში შეაფასა. ომბუდსმენი განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითახსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით, ისე როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პოლიტიკოსების განცხადებებსა და გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საუბარს განცხადებით ეხმაურება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკოსებს პატივისცენ საქართველოსში დემოკრატიულ ინსტიტუტებს და თავი შეიკავონ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ისეთი განცხადებების გავრცელებისგან, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ და მთლიანად სასამართლო სისტემის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას. ასევე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს გამოიძიონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებული მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები და ამ ქმედებაში ჩართული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.